ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის აშენების საკითხი ვერანაირად ვერ შევა ექსპროპრიაციის ფარგლებში. შესაძლებელია იძულებით კერძო საკუთრების ჩამორთმევა მოქალაქისთვის სახელმწიფო სასარგებლოდ, მაგრამ ეს არის ძალიან მკაცრად და კონკრეტულად გაწერილი, რა შემთხვევაშია ეს კანონიერი და ნებადართული. პირველი თუ საუბარია სტრატეგიული ობიექტის აშენებაზე, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გამართვაზე, მაგალითად რკინიგზაზე, ავტომაგისტრალზე, გვირაბზე, მაღალი ძაბვის ბოძებზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფულადი კომპენსაცია და ეს ფულადი კომპენსაცია უნდა იყოს საბაზრო ღირებულების დაცვით. ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის აშენების საკითხი ვერანაირად ვერ შევა ექსპროპრიაციის ფარგლებში. ვერანაირად. სხვაგან ააშენონ კაცო რა, დაილია თბილისის ფარგლებში რაღაცა სივრცე, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა, დავიჯერო სხვა რაღაც ალტერნატიული ფართი ვერ მოიძებნება. ამიტომ ამ საკითხს ახლა ასე მარტივად არ დავტოვოთ, იმიტომ რომ ეს პრინციპული საკითხი არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ქართველების ინტერესების დათმობა და მათი დაჩაგვრა უცხო ქვეყნის რაღაცა მოთხოვნების ან ინტერესების ან თუნდაც რაღაც სხვა სახის ინტერესების სანაცვლოდ.